მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ ხო და დღეს მეგობრებო ყავს 2017 წლიანი მანქანა Chevrolet Cruze. მეგობრებო, შეახედეთ მანქანა 1.4-იანი ძრავი კარგად დათის, ძალიან კარგი მანქანა. ლუკიც აქვს, ამას მე შეგახედებთ უფრო უკეთესად. და მოდი ახლა ალბათ გაინტერესებთ თქვენ კაპოტი. ამას ორჯერ უნდა გაწიო. და არც კნოპკის ეს ნახვა არ გინდა, არც არაფერი მოძებნა, ეგრევე იმაშები რა. ასე გავწკარია, ყველაფერი კარგი აქვს, საერთოდ მანქანას. კარგი, მოდი ახლა გადავინაცვლოთ საღამოში. ასე პეტოთ ასე. შეახედეთ საღამს. მოდი ახლა დავქოქოთ. ამ არა ვიყურეთ რაღაცას განახეთ. აი მაგალითად გინდათ რაღაც მექანიკაზე როგორაც არა, რაღაცები ძველ მანქანებზე. ასე რომ უნდა გამოწიო და რაღაცა როგორ წინა მანქანა იყო. ასე. ასე. აი ამ კნოპკით მეგობრებო. აი. ასე და ამ კნოპკით კიდე აი ასე და რაღაცა. აი მე ასე მინდა ეხლა. ტელეფონის დასადები არ მოყოლილა ჩვენ ვიყიდეთ. ამას ავტო ისინი აქვს ფარები რა, ანუ პიპინი ასე აქვს. აქ დიდი მონიტორი. აქ ლერო აქ არის ეს სპორტი, მაგალითად მანქანის ვიღაცა მიზოზავს 20-ით და მანქანით გინდა გასწრება და 20 მასიზა უკან გადმორთა და ეგრევე გაასწრებდა. რაც შეეხება მას გასაღებს ასეთი აქვს და კნოპკით იქოქება, მაგრამ ეს გასაღები უნდა იდოს შიგნით, თორე ეს მანქანა არ დაიქოქება მეგობრებო და ამით საბარგული. მოდი ავხადოთ საბარგული. ავხადოთ. საბარგული. აი ამ ხელა საბარგული აქვს. მანქანას 1-2 კაცი შეეტევა. და მოდი დავკეთოთ ხილად. დაგეტილი. ნიკი. აბა. დავინე გავაკეთე და დავკეთავ. აი. ცოტა უნდა დავაფეხო. აი, ახალია და. ალბათ იქნება. კიდე რა ღილაკი აქვს უყურეთ. მეგობრებო, აი მაგალითად მოცურების საწინააღმდეგო ღილაკი აქვს კიდევ. კონდიციონერი ასე ირთვება. და კარგი, ახლა გადავინაცვლოთ, დავქოქოთ მანქანა და ეს. მოგეთ. აი ასეთი მონიტორი. ასეთი. კარგი, start stop-ით იქოქება მეგობრებო. ამას დავაჭერთ და აი ასე დაიქოქება.
მეგობრებო, უყურეთ. რემენი უნდა გადავიკრათ, რა თქმა უნდა. აი, მას ვიკრავ, რა თქმა უნდა, სივრცეების გამო. რა თქმა უნდა. სკამი მიწიოთ, მომემზადოთ და ჩავწიოთ როჩნოი, ფეხის როჩნოი აქვს, მეგობრებო. და მონიტორზე შეხედეთ, აი. Გამოიწერეთ მეგობრებო არხი. და არა, ძალიან კომფორტულად და კარგად დადის ეს მანქანა. აქ ცხენია დავიწყე. So. ხოდა ასეთი ჩვეულებრივი საჭე აქვს, მეგობრებო. აი ამის საჭე ძალიან მომწონს, ძალიან კარგი საჭე აქვს. ლუკიც აქვს, მეგობრებო, რომ გავაჩერებ. ნახოთ, ლუკიც. აქ, ოკეი. ხმა არა აქვს მანქანას, უბრალოდ გაზს რომ მიცემ, მაშინ აქვს ცოტა ხმა, აი, ეს. ახლა სიფრთხილის გამო არ ვიცი, ახლა გასა თქო უნდა ამ გზაზე არ უნდა მიცეთ მეგობრებო, საერთოდ გაზია. ფრთხილად უნდა ატაროთ და აი ასეთი ხმა აქვს რა просто. და აქ მოსახოვია ნელე უნდა შევიდეთ რა თქმა უნდა. და ფრთხილად. ამანქანა ესე მეგობრებო შეიძლება თქვა ძალიან მაგარი მანქანა არა მოკლედ აქ თუ ხედავთ აირბაგი მოკლედ ორი ადამიანი როდესაც ზის და იკრავს ორივე რემენს თვითონ ირთვება აირბაგი რა მეგობრებო და წავიდეთ ახლა მოკლედ აქ მოვუყვევ ფრთხილად It's ახლა ოპტიკა. აი, იქი. აი, ბევრი არ გინდა ცოტა იყოს. წავიდეთ. კომფორტული მანქანა რა, ეკონომიურია ძალიან. ტრასაზე ბევრს წვავს, მეგობრებო, უფრო წვავს, ვიდრე ქალაქშია. იშვიათია ასეთი მანქანები და კიდევ ტონუს რა არის რაშია ეს ახლა ეს მანქანა ეკონომიური როგორია რა ტონუს რო დააწვევი ხრება მანქანა ავტომატურად ირთვება ფარები ახლა ჩართულია მეგობრებო თვითონ მანქანა მიწის რა როდის უნდა ჩართო ფარები და თვითონ რთავს ანუ მე ვაფშე ხელს არ ვკიდებ მეგობრებო, ამას კიდევ აქვს ერთი რაღაც დამჭერს თქვენ დაგეტყვით. ამას აქვს აქ მონიტორი აქვს, აქაც აქვს რა. ხო და აქ შეგვიძლია ნებისმიერი YouTube-ი ჩართო შეგვიძლია ჩვეულებრივად სიმღერები და რაღაცები. რადიოც აქვს, მაგრამ ახლა არ ჩავრთავ შეიძლება კოპირაით მუსიკა იყოს და დამედება კოპირაითი. ხო და მოკლედ დაგემშვიდობებით მეგობრებო ამ ფონზე. დაგემშვიდობებით თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ნახვამდის